ხო? როგორც კი გამოაცხადებთ ეს ტელევიზიები ედისონი შენს რისერჩით ჩვენს მაღალ რეიტინგს, ეს ამერიკული კომპანია და მაინც და მაინც არ უყარვა თუ არ დაგიწყო. და თუ გაქვთ 15 ან 20% გვიწევს აი ზუსტად 5-6%. ანუ ორჯერ მაინც გვაკლებს. მაგრამ ისიც ვერ ფარავდა. როგორც კი ეს გამოცხადებოდა და დამთავრდებოდა გამოცხადება, გამოვარდებოდნენ ამ ტელევიზიის მფლობელები და რის ლეიბორისტები, რა ლეიბორისტები, რა რეიტინგი მაგათაა, რეიტინგი აგერ თვალხარია, გახარიას, აგერ მილიარდერ ბანკი თქვენს გამძარცვალ ხაზარაძეს აქვს, აგერ ვარამია ახლა დამოსული თაღლითური თანავარსკვლავედის წარმომადგენელი, რომელსაც თავის დედაპარტიაზე ნაცებზე მეტ რეიტინგი აქვს. იქიდან, ახლა მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ელექტრონული აპარატები ეს არის თურმე ქვეყნის შველა და გადარჩენა და ამ აპარატებით არჩევნების ობიექტურობა გარანტირებულია. ახლა პოლიტიკოს როგორ უნდა შეიშალოს ეგ და როგორ დათანხმდა, რომ ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ როგორ დაიჯერა, დაეწერათ მისი პარტია მესამე ადგილზე და მასზე წინ დააწერეს გვარამიას არარსებული პარტია, რომელიც გადავსებული იყო ივანიშვილისგან გამოგზავნილი ჯილაურის მილიონებით. ეს არ უნდა გააკეთოს პოლიტიკოსს. მორალური, პოლიტიკური ზიაღმატებული პრინციპების გამო. თუნდაც იმის გამო, რომ როგორ შეიძლება ახლა ვარამიას პარტია იყოს მეორე პარტია ქვეყანაში, მაშინ ისე ვიჯობია ივანიშვილის პარტია იყოს პირველი პარტია, ვიცით მაინც რა თვისფრიდან გადავარდნია ჩვენს და მსოფლიომაც. ვარამიას პარტია როგორ უნდა იყოს მეორე ადგილზე და როგორ უნდა დათანხმებული იყო ამას მიხეილ სააკაშვილი თუნდაც აგახსენდა თავისი თანამებრძოლები მართლა განსაკუთრებით ახალგაზრდები ძალიან დიდ პატივს ძალიან ღირსეულები დღე-დღე ქუჩაში არიან იბრძვი არა შეუძლია ამ ხელა რეპრესიული აწყვეტება თავზე აგერ დაბადების დღეზე რუსეთში გამომართეს აქცია ამათზე მაინც უნდა ეკითხა რომ ეს არ გაეკეთებინა რამდენჯერ უნდა გავებათ კრემლის მიერ დაგებულ და ჩლონგი ივანიშვილის რეალიზებულ თაღლითურ სქემებში. რამდენჯერ? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ გავიდა, უკვე 35 წელი გავიდა დამოუკიდებლები ვართ და პატარავდებით ჩაგრენის ტყავით აი ასეთი უზნეო მანიპულაციების გამო.